ოპერის თეატრი პრემიერისთვის ემზადება საიუბილეო 165 სეზონზე ბიზეს ოპერა ლევან წულაძემ გამაყურებელი კარმენის სრულიად ახალ ვერსიას იხილავს. ახალი სცენოგრაფიისა და კონცეფციის მიხედვით მოქმედება კუბაზია გადატანილი კარმენის საოპერო ჟანრში ლევან წულაძის დებიუტია. 20 აპრილს კარმენის პარტიას შეასრულებს ქართველი მეცო-სოპრანო ანიტა რაჭველიშვილი. მას პარტნიორობას გაუწევენ გერმანიდან მოწვეული ტენორი გიორგი ონიანი და თბილისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტები. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ბოლოს და ბოლოს ჩემი საყვარელი ოპერის თეატრის სცენაზე ვიმღერებ კარმენს. დადგმა არის ძალიან საინტერესო, თანამედროვე დადგმა, რა თქმა უნდა, რაც ბევრს აშინებს, მაგრამ ვეტყვი მაყურებელს, რომ არაფერი შემაშინებელი ამაში არ არის, მგონია, რომ რაღაცა სიახლის შეტანა ყოველთვის აუცილებელია, თუნდაც ოპერაში. ტრაბახში და იმაში არ ჩამეთვალოთ და კასტი არის ძალიან გამოცდილი ამ ოპერაში და ძალიან მცოდნე ამ ოპერის, იმიტომ რომ ანიტა რაჭველიშვილი, გია ონიანი, თქვენი მონამორჩილი, პრეტენზია გვაქვს ამ ოპერაზე. ძალიან მიხარია, რომ ვიღებ ამ საპრემიერო სპექტაკლში მონაწილეობას და მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. გავართმევს თავს.